რუსთავის ტყე პარკია, ხო? დია. ულამაზესი ადგილი არის ხალხო მინდა გითხრათ. იქნება უკვე 3 საყვირი, რაც ნიშნავს, რომ მორჩა ფინიში. ესე იგი, ჩვენ გვინდა აქ დავიჭიროთ ლოკო, რომ მოუგოთ ყველას. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. მოდი მივესალმოთ ჩვენს მაყურებელს განსხვავებულ ამპლუაში. პირველად ვარ რუსთავის ტყე პარკია, ხო? დია. ულამაზესი ადგილი არის ხალხო მინდა გითხრათ, აი სასიამოვნოდ გაკვირვებული და მოხიბლული დავრჩი, მოწესრიგებული, ლამაზი, აი ყველანაირი კრიტერიუმით. ხუთიანი არ გვინდა ეს ქებადიდება, არ გვინდა. არა, მინდა რომ გამოვხატო ჩემი აღდოვანება. ესე იგი, მეგობრებო, თქვენ ვერ წარმოიდგენთ რისთვის ვართ შეკრებილები, ან შეიძლება უკვე წარმოიდგენთ კიდევაც, იმიტომ რომ სათაური გაქვთ ნანახი ამ ვიდეოს. და ერთი რამე მინდა აღვნიშნო, ეს სანამ მივალ ჩანს, ძალიან მომწონს ჩართულობა ქალბატონების, რასაც სულ აი გულის ტყივილით აღვნიშნავ ხოლმე ნადირობის ამბავში, ეხლა რო უყურებ, უამრავი გოგონა, ბავშვები, ქალბატონები, ასაკიანები არ ვიცი მონაწილეები არიან, ყველანი არ ვიცი გულშემატკივრობენ, მაგრამ ფაქტი არის, რომ ძალიან წარმომადგენლობითი დელეგაცია არის. ალბათ წაიკითხავდით. მივდივართ სანახავად. მიდის სანახავად, წამოდი მივიდეთ და ვითეზაოთ. ილამშვიდობის სასიამოვნო ამდენი სპორტსმენის ერთად ნახვა და ესეთი ტურნირი იმედი მაქვს, რომ ძალიან კარგად ჩაივლის. ცოტა ქარი არის, მაგრამ ნუ არა უშავს. აქ მიჩეული ვართ ქარს. ზურგის ქარი იცის, ამიტომ ასე ვფიქრობ, რომ პრობლემა არ გექნება ცროლის. მოგეთ, დღეს საინტერესო ფორმატში გვექნება ეს ტურნირი განსხვავებით წინა ტურნირებისგან. აქ როგორც იცით, რომ დიდი რაოდენობით ქორჭილებია და აქამდე აქცენტი ჰქონდა რაოდენობაზე და ყველა იჭერდა პატარებს. შუალედებში შემთხვევით ჩდებოდა დიდი თევზი და გადავწყვიტეთ ესეთი იმით, რომ მხოლოდ 5 დიდი თევზი იქნება ჩათვლადი. ანუ ეს რას ნიშნავს? შეიძლება დაიჭირო 13 სანტიმეტრიანი, 15, 17 რაღაც დაჯამდება მხოლოდ 5 თქვენ დაჭერილი დიდი ზომის თევზი. ანუ აქ ტაქტიკა იცვლება და სპორტსმენი ეცდება, რომ დიდი ზომის თევზი დაიჭიროს და არა პატარებს არ გამოეკიდოს რა, 30 სანტიმეტრიანი, 35 არის აქ. ეგეთი ეგზემპლარები და საინტერესო იქნება, აბა ვნახოთ რა სიზამთ. შეძლებთ თუ არა დაჭერას. ეს 5 თევზი შეიძლება ისე გამოვიდეს, რომ დაუშვათ დააგროვა 100 ქულა, ანუ სანტიმეტრები დაჯამდება, დააგროვა 100 ქულა. ორ სპორტსმენს თუ 100-100 ექნება, მაშინ მოხდება მაგათი თევზების შედარება. ამ ორი სპორტსმენი და ყველაზე დიდი თევზი შეიძლება ერთ ყავდეს 15 სანტიმეტრიანი, მეორეს 20 სანტიმეტრიანი თევზი, გამარჯვებული იქნება ეს 20 სანტიმეტრიანი თევზის სპორტსმენი. დაწყებას როგორ გავაკეთებთ? ერთი საყვირი იქნება, ასე ვთქვათ, პირველი სტარტი, რაც ნიშნავს, ჩვენ წელს ყველა ტურნირი თითქოს ჰქონდა ესეთი street fishing-თან მიახლოებული. ოქტომბრის ბოლოს ჩვენ გეგმავთ street fishing-ზე მსოფლიო ჩემპიონატზე ნიდერლანდებში, ამსტერდამთან ახლოს ჰარლემი არის, იქ უნდა ჩატარდეს street fishing-ა, ქუჩის თევზაობა რა, ჩემპიონატი. განსხვავებული ფორმატია ეს ჩვენთვის, აქამდე არასდროს არ მიგვიღია მონაწილეობა. მეხუთე მსოფლიო ჩემპიონატი იქნება და ჩვენს ჩავერთვებით და იმედი გვაქვს, რომ რაღაც საინტერესო ინფორმაციები დაგიბრუნდებით. 3 საათიანი იქნება ტურნირი, 3 საათის შემდეგ იქნება უკვე 3 საყვირი, რაც ნიშნავს, რომ მორჩა ფინიში იქნება და წვეთ თევზაობას რა. დანარჩენი მეტი არაფერი შეზღუდვა. ერთი რაც აქვს, რომ ატვადნოის რო ეძახიან, ანუ სატყუარა ტყვია ერთად უნდა იყოს და არა შუაში რაღაც გაბმული, ესეთი ეგ არ გვინდა, დანარჩენზე არ არის სატყუარების იმედია ჭიებით არ ახართ მოსული და დასაკორმით სპინინგში არ მოსულა ეგ.
ესე იგი ჩვენ გვინდა აქ დავიჭიროთ ლოკო, რომ მოუგოთ ყველას. დავიჭიროთ ერთი, მაგრამ კარგი. ეხლა უნდა დავიჭირო რაღაცა დიდი. გძნობ გული მიგძნობს. რა კაი ყვა მოვიდა, ფერზი მეგონა თავიდან. მოდი დავიწყოთ პატარა ჯერ, პატარა თევზები რომ დავიჭიროთ. კი ბატონო. და მაგ რეკომენდაციას მოусმინე მე და რა თქმა უნდა როცა მოგბეზრდება პატარა თევზები, მე გადავიდეთ დიდებს. რა ოპტიმისტური განწყობა აქვს, ესე იგი იმედი აქვს რომ იმდეს გავუჭე პატარა თევზს რომ მომბეზრდება და გადავალ დიდზე. ნახოთ. რა თქმა უნდა. განწყობა მომწონს. იმედი მაქვს. რაკენი ზურა იცი მარლენისგან განსხვავებით მე რამე ჯადოსნური ის გამიკეთე რა ქვია ნემსკავი ან ატყუარა რაღაც ამდაგარი რომ მეტი დავიჭირე მეორე გავაკეთოთ ესა მაშინ მეორე გავაკეთოთ ესა თავარია იმან ვერ გაიგოს აქ დაეცედა ეხა მაგარი სიტყვა ვიცი აქ ზაცეპები იცის ბრატ ხეთი გამიგია იცის მაგრამ ცოტა აი კარგია აი ესეთი კლასიკური მონტაჟით 2 გრამით დავიწყოთ ცოტა ქარია და მაგითო კი ბატონო. აქ რაც უფრო შორს გადავაგდებ, უკეთესია. ანუ საშუალო დისტანცია სასროლე რა უნდა იყოს 10 მეტრი. არა, 5-7 მეტრი. ხო, 5-7 მეტრი. პატარა თევზები არის ძალიან ბევრი. ახლოში დგას. რატი დოლიძესა აგიგდე $100 ნომერში აყენებს ხოლმე ხალხს რა და გადახდა წინასწარ ძმაო ნაღდი ანგარიშტორები. ეგრე კი არ არის. ანუ საქართველოს იხილავს ჩემ პირველ გადაგდებას? ოპა. ეხ ნელა გამოდი, აი, ნახე გამოტარების თუ სანამ გამოატარე, ესე წამოახტუნე, გამოატარე. არა, ბევრი არა, 2 საკმარისია, გამოატარე, გააჩერე, დაელოდე, წამოარტყი, ამოატრიალე, გაუჩერე. აჰა. ხო, რო პაუზაზე დაარტყას, ის დაინახავს. აი, დაარტყა, ბიჭო. დაინახე. ნელა. ვარ ურტყამს. კი. ამოიღე? აი, აგერ არის, დაიჭირა, ამოიყვანე. მარლენ. აი ძმაო. ოკუნი ხო როგორ არის ქართულად? ქორჭილა. ბიჭო, ჩემზე პირველი როგორ დაიჭირე? აი ეგრე ძმაო რა. ეხა პატარებს ბევრად მარტივად. არა და მე დიდი სიმედი მქონდა რა. ლოკო გინდოდა ხო? მეთქი შუკას დავიჭე რაღაცა 10 მეტრიანს. მადლობა ზური. აი ზური, მადლობა დიდი, შემოგევლე გულში. მადლობა. ბიჭო, საინტერესოა სხვათა შორის, რაღაცა მომენტებში ვგრძნობ როგორ ეჩალიჩება თევზი. ხო, ეთყობა პატარაა, მაგრამ მაინც ინტერესდება რა. ალენ მე მგონია რომ სათანადოდ არ დაგვაფასეს მე და შეიძლება მარტო პატარა თევზებზე გაგვიშვეს და არიციან რომ შეგვიძლია ვეშაპები დავიჭიროთ. იმდენად პატარა არის რომ ვერც კი ვხედავ სად ვარდება. კი. ვერ ხედავდა მჯობნიდა, რო ხედავდე რაღაც იზავ. აბა ის ანეკდოტი ხო იცი ამასო დრუჟბის ჩართვა არასწავლოთო. ვინ დაიჭირა? ბიჭო, ბავშვი არ არის ახლა ესა. გოგა, რო გჯობნის ყველაფერში, ბავშვიც კი. მე არ გაგიგია შენ რომ ის ურჩევნია მამუცა რომ შეგეძოდეს ეს რა თევზი არის შვილო? ქორჭილიუსია? შეგედაცვალე, იუმორის გზნობაც კარგი კონებია. შენ მარტო ხარ აქ მოსული თუ მამასთან ერთად ხარ? აი მამა. რომელია შენი მამიკო? აი ეს მონადირე კაცია შენი მამიკო? შენ გენაცვალე. ვიფიწყებ და მე ნადირობასაც გადავა. ხო, ნუ ასაკობრივად მოუწევს მე ესე იგი. ყოჩაღ, მაგარი ბიჭი ხარ. ესე იგი, სანამ ჩვენი ოპერატორი ხატრული კადრებით არის დაკავებული, მე აქ თევზაო, ძმაო, ეგრე კი არ არის საქმე. მარლენ. 3-0 მარლენ. შენ მე გაადამრევ ეხლა გოგა. ოღონ მართლა ვიძახი რა. ინტერეს მაკარგიდებ თევზაობის. არა, დიდო მეფეო, მე თქვენთვის ვიჭერ. ვაშე გენაცვალე რა. მოდი აქ ბიჭო. და ხეხა ეს რაღაცა. შეიძლება მეც ჩავაგდო შენს აუზში. აი არ ვიცი, ვიფიქრებ. და ესე იგი გოგა, რა ფერზე დაიჭირე ბიჭო? ყველანაირზე იჭერ? ყველანაირზე თეთრზეც დავიჭირე და ვარდისფერზეც.
მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარიზღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. სახელი რა ქვია? ლიზი. ლიზი, დიდი ხანია თუზო. დამწყები ვარ. დამწყები ხარ, ანუ წელს დაიწყე. და სპენინგით დაიწყე. კი. მასწავლებელი მიყავს? ბატონი გიორგი ხიზანიშვილი. ბატონი გიორგი ხიზანიშვილი. მე მგონი ბევრის მასწავლებელი ხარ, ბატონი გიორგი ხიზანიშვილი. დაიხარე შემიგული. რამდენი ყავს ესე გაზრდილი? ესე ინდივიდუალურად იშვიათაც, მაგრამ ზოგადად ალბათ ჩემი ვიდეოებიდან ბევრს აქვს დაწყებული თევზაობა. ეხლა მინდა ისევ ლიზის დაუბრუნდე, რამდენი წლის ხარ? 22 წლის ხარ და რამ გამოიწვია ინტერესი? ზოგადად სულ მაინტერესებდა და შემთხვევით გავიცანი ბატონი გიორგი ერთ-ერთ მაღაზიაში, სადაც ყიდულობდი ანკესისთვის საჭირო ნივთებს და წამიყვანა მასწავლა რა როგორ უნდა და ეხლა აქ ვართ ერთად. ძალიან კარგი. აი რა ვიცი, ხა ჩვენი არხი ჩვენმა მაყურებელმა იცით რომ ყოველთვის პროპაგანდირებს, ასე ვთქვათ, როდესაც ჩართულები არიან ბავშვები და ქალბატონები, ყოველთვის გვიხარებს და დღევანდელი დღე ამისი ნათელი მაგალითია და მადლობა ლიზის და მადლობა ბატონ გიორგის. როგორ მიდის თევზჭერა? არა საქარბიელო, მართლა? აი ხედავ რა კარფელზე მოვედით? ამბო ნახოთ, აი რა ვიცი, ჩემთვის არის ძალიან პატარა, თორე მე რო ვიჭერ ასეთებს ძალიან მიხარია. ძალიან პატარაა ეხა. ამ ტურნირის მithumetes, იმიტომ რომ დიდი თევზი უნდა გაიზომოს 5. ხო, ეს big fish-ი ნამდვილად არ არის. კი, მაგრამ მე მახსოვს რეკომენდაცია ზურასი რომ პატარებით დაიწყეთ და მე 5 თევზს ავაგროვებ და მე ვესტები ავამჯობესო. სამაგერო დაუჭერ კარპი. აბა, გაუშვი. აუშვი რა თქმა უნდა, იქნებოდა ორი კილო. მართლა? ანუ ეგ არ შედის? არ შედის სამწუხაროდ. მაგრამ მედი ხო გინდა ოქროვენ კაფსულ დაიჭერე როგორ სპეინინგით. მარტივი კითხვა, გაგვეცანით რა ქვიათ? კახაბერ სირეგიზი. გაგიმარჯოს ღმერთმა კახაბერ, მე გოგავარ. ეხა ორიოდე სიტყვით მითხარი იჭირება, არ იჭირება, როგორ იყო ყოფილი ხარი? ცოტა ძნელად, მაგრამ კი, მაგრამ დასვენებული ადგილი არისო, მე ესე მითხრეს და. ხო, მაგრამ ეს ალბათ ამინდია და ცოტა წყალიც მღრია და უჭირს. გაიცადე რა მღრია წყალში შამაია იჭირება, კარგია თუ ესე გამიგია. შამაია, კი ბატონო. რას გაიგებს კაცი? სადაური კაცი ბრძანდები. მე თბილისში ვცხოვრობ, მაგრამ ისე იმერელი ვარ წარმოშობით. საიდან? ტყიბულიდან. ხო, ტყიბულში კარგი წყალსაცავი გაქვთ. პრინციპში ალბათ ხშირად თევზა ვაყრობთ. ტყიბულგესი, შაურგესი, ორივე კი ბატონო. კი ბატონო. სიკეთე მოგცეს ღმერთმა და წარმატებული მსურველი. გაიხარ, იცოცხლე. რა ქვია? მე მქვია ანანო. ანანო, რამდენი წლის ხარ? 21-ის. 21, ესე იგი 22 წლის იყო. ლიზი 21 წლის არის. ანანო ძალიან კარგი ტენდენცია არის, რომ ახალგაზრდა გოგონები ინტერესდებიან ესეთი ჯანსაღი სპორტით. რამ გადაგაწყვეტინა? ესე თევზაობით არ ვიყავი დაინტერესებული არასდროს, მაგრამ ჩემი შეყვარებული იყო ამ ყველაფერზე და რამდენჯერმე თბილისის ზღვაზე დავიწყეთ. მაგრამ იქ ვერაფერი ვერ იმიტომ რომ არ ვიცოდი ზუსტად რა როგორ უნდა გავუკეთებდი და მე ბადრი დაგვეყვალიანა, ასე ვთქვათ, რაღაცები გვასწავლა და დღეს აქ წამოგვიყვანა რომ გავერთოთ. ესე იგი მიმართავ საქართველოს გოგონებს. სწორად აირჩიეთ შეყვარებულები, იყვნენ მოთევზეები და მონადირეები. ყველაზე კარგი ხალხი ვართ ჩვენ, რა. კი. რამდენი ხანია უკვე ესე იგი რაც თევზაობ? 1 წელი მაქსიმუმ. 1 წელი მაქსიმუმ. ნუ ჩვენც ესე ვართ. ჩემი სტაჟი გაქვს ხა შენ თევზაობაში, იმიტომ მე ჩაშენ დავიწყე და რაღაცა ვცდილობ რომ ვითევზაო. შენ ხა ის მიხარი შედეგი თუ გაქვს რა. აი დღეს. ხო და დაიჭირე, რა დაიჭირე? არ ვიცი სახელი ზუსტად. რა დაიჭირა? ხორჭილად აი მე და შენ ხორჭილად აუჭერიო. აი რაღაცა თან დიდი მოყავს თქო. დაიჭირა. მიდის სანახავად. ძალიან დიდი მადლობა შვილი და წარმატებული. პირიქით, მადლობა თქვენ. так, ეხლა შენ მითხარი დამიკო თან თევზაობ, თან ნადირობ. გაზე ნადირობ ძირითადად რა გხიბლავს? წერი. ყველაზე მარტივად ქემისაც რაც არის. კი ბატონო. ნუ იმედია მტაცებელსაც არ ინდობ ხოლმე შიგადაში. არ მინდირი არა ზუსტად შეხოს. აი გამოსასწორებელი ამბავი არის, თუ სურვილი გექნა ჩვენ პერიოდულად ვატარებთ მტაცებლებზე ნადირობას. Facebook-ზე შემეხვიანეთ, ავი გამახსენეთ და დიდი სიამოვნებით გადავაჯვარედინოთ თოფები. წარმატებული. კარგად. რამდენი წლის ხარ? 15 წლის ხარ? სტანდარტული კითხვა, რამდენი ხანია თევზაობ? მე დავიწყე წინა საფრთხეს.
ანუ ყველას ერთდროულად დაგვიწყია რა, ესე იგი, მეც, მალნისაც, მაქსიმესაც, ლიზის და ქეთი ერქვა იმ გოგოს როგორ. ან რა შედეგები გაქვს შარშანდელთან შედარებით? უკეთესია? გაუმჯობესე აწიე კლასი? ეხლა რა დაიჭირე? საცხობლო. აგვარი ხარ? შვენიერი, აბა, მეთმას იკეთებთ. დაიხარ. აი ეს უკვე მეორე ბავშვი არის, რომელიც მამასთან ერთად მოსული არის. და რა თქმა უნდა, ძალიან მივესალმებით კიდევ ერთხელ მინდა რომ აღვნიშნო და არ მომეძება და არ დავეძლები ამისი აფიშირებით, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება არის ბავშვების წამოყვანა. კადრში ალბათ გამოჩნდება მე გოგონებიც თევზაობენ ლიზი ნახეთ, მაგრამ ახლავთ გოგონები, არ ვიცი, მეუღლეები, მეგობრები, დები, მეგობრები, არ ვიცი ვინ, მაგრამ ფაქტია, რომ გულშემატკივრობენ, ასე ვთქვათ, მეთევზეებს ქალბატონები და ესეც რა თქმა უნდა პოზიტიური შტრიხი არის თევზაობის დროს. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ გრძელი დისტანცია გამოვიარეთ, ალბათ კილომეტრზე, თითქმის კილომეტრზე არის გაშლილი ხალხი და მზე ძალიან აჭირს, უბრალოდ ქარი არის და ძალიან სიამოვნებს. ეს იშვიათი შემთხვევა არის, როდესაც ქარი სიამოვნებს, როგორც წესი არ მეყვარს ხოლმე, რა. ზურა, როგორი შედეგებია? ნენელა მიდიან. აბა მანახე. აი 21-იანი, 16-იანი. ხო. აი ეგ პატარები, მაგრამ შეახსო რა. კი ბატონო, შვენიერი, ნუ მოკლედ თევზჭერა მიდის. აქ ახას 22-იანი წავს დაჭერილი. ახა ის ბატონი ალბათ ბოლოში, ხო? კი. აი 22-იანი. შვენიერი. 15. აი ნახოთ რა სიზამი. ესე იგი, კახა ჯერჯერობით ერთპიროვნული ლიდერია. ეგრე გამოდის. მეგობრებო, ესეთი კარგი ზომა დავიჭირეთ, ვერ მოვასწარი კამერის ჩართვა. არა უშავს შემდეგზე დავაყენებ ისე რომ ჩართული დაგვდეს. ესეთი კარგი ზომის ქორჩილიუსია. ჩავაგდოთ. ნანო მანახე, აბა რა ვქელათებს დაიჭირე. საულ big fish-ია. დაჟდა თეთრულა ნახე რა დღეშია თეთრულაჩი. ბიჭებო, მოახერხეთ რამის დაჭერა, იქით ხარეს. არეკარება, ხო? აქეთ, კაი, გოგამ დაიჭირა 3 ცალი მარტო და ეგ არის. პატარები რა, ესეთები ალბათ. აი, ჩემი ბედოულათი ძმაკაცი რას შვება, მარლენ? გოგა, ნახევარი საათი, შეიძლება უფრო მეტი გავიდა, რაც დაქტოვე ოლინგზე მარტო. ვერაფრით ვერ გაგახარებ. არც რაღაც. თევზაობა არ არის ჩემი ძლიერი მხარე. აღიარებითი ჩვენებაც დასაფასებელია. ესე იგი, ეხლა შენ უცვი, ხო? ასე ვთქვათ იმას, რა ქვია, სატყუარას. მინდა რომ გამოვცვალო, რომ იქნებ სატყუარას მაინც დავაბრალო. არ მინდა საკუთარ თავს დავაბრალო. კარგი გამოთქმა აქვს რუსებს. პლახომუ, ტანცორუო, როგორ იყო მარლენ? ესაო, რა ქვიაო? რა ქვიაო? რა ქვიაო? რა ქვიაო? რა ქვიაო, ბიჭებო? არის გადასარევი ტირიფის ჩრდილი მონახე და უფრო ველურ პირობებში ვითევზავებთ მიახლოებულ იმასთან, ბუნებრივთან. მოდი. აი ასე გადავწყვეტეთ, რომ ცოტა გამოვეყოთ ძირითად ჯგუფს და ბატონი მარლენი ორი მიზეზის გამო. ჯერ დაგვცხა და მე აქეთაც გვინდა რომ ბედუცად. გოგა, შენ აითვისებ მაგთა ფლანგს, მე ავითვისებ მაგთა ფლანგს. დია.
კანარი დაი. არის უბრალოდ. ეხლა გაჩვენებ როგორ უნდა თევზაობა. ჭეშმარიტი მეთევზე როგორია შორიდან უყურე ხა. ადექი მაინც დილობის გამო ისე გადაადე. რასი ფიქრებს ჩვენი მაყურებელი? რაღაცა არ გამომივიდა ბიჭო. ხო, მე მგონი ცუდად არ გადაადე. ქარი ხელს გვიშლის ბიჭებო, იმიტომ რომ თევზაოთ ფაქტობრივად ძალიან მსუბუქი საფუარებით და ქარს დაავადებას ვერ უწევ. მე ეჭვი მაქვს რომ იგივე ქარის გამო და მარლენის ესეთი წყნარი ტონის გამო მისი საუბარიც არ გესმით, მაგრამ მე გეტყვით. ქარიო ხელს გვიშლის, არა და მე მსიამოვნებს მაგრილებს. აი ვის როგორ ხა ხო ხვდებით? ცხონებული აინშტაინი მართალი იყო. ყველაფერი შეფარდებითი არის ამ ცხოვრებაში. თევზაობენ რო გითხო. არა და თევზაობით ეს ბავშვი თევზაობს. ესენი რას აკეთებენ? მე არ ვიცი. დაწყვა წყალი და სავარაუდოდ თევზის გაფასეური და გაზაფხულზე რო ჩავატარეთ, ყველა გადაგდებაზე მოდიოდა. ყველა გადაგდებაზე არ ქონდა ეგეთი არჩევა და რაღაც. ნენე გაფასეური ხა პირველ ივნის ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით ტურნირო ჩავატარეთ. საბავშვო, აი მაშინ უკვე გაფასეურებულია. მეგობრებო, გადავწყვიტეთ ლოკაცია შევიცვალოთ. მე აქ არაფერი არ გამომდის, გოგასაც მოსწყინდა. 3 წელზე მეტი ვერ დაიჭირა და ეხლა გადავალთ აი იქით მხარეს, შესართავში. იქ გაცილებით უფრო მეტი პერსპექტივა არის, მე ესე წარმომიდგენია და პრინციპში ჩაგვინამიოკეს კიდევაც აქ მეთევზეებმა. მოგეთ ბიჭებმა დაიჭირეს თევზები, საათნახევარი გავიდა დრო და დავიწყე აზომები რა პერიოდულად, რომ ვნახოთ თან გაუშვებენ დაჭერილი თევზს, რო არ მოკვდეს შენახული სისაური. აი ლუკას 3 თევზი ყავდა, ერთი დაიჭირა კიდე. გაზომე 16. ხო, 16. ხო. 16, 15, 11, 16. იყვება ბოდიში, მაგრამ უნდა შეგაწუხო რა. დახე, გოგა, რამდენი თევზია? არა, ვერ ხედავ. აი ამ თევზს შენ ახლა ვერ ხედავ? ბიჭო, ეს არის მე მგონი თეთრულა. გასართობა კაიდონია. მოჭდება ვიზონ გოუპოში. ლარაობას აჯობებს. საინტერესო არის თუ დავიჭერთ დამას. მე დავიჭერ. შენ დაიჭერ, აბანეთი. ვა, ბიჭო, კიდევს ხო იცი თევზი? პირს, და ძალიან მაგარი რამეა. მაგარი ეფექტი აქვს, თო. აი, კუცკი მიდის საჭმელად. აი, კუს დავიჭერ, ახლა მე ვატყობ უკვე. შემებური მეთოდი მაქვს თევზაობის. აი, ურტყავენ, მაგრამ რაღაცას ბიჭო, ურტყავენ, მაგრამ ვერ იმავშვება რა. მე მგონი კუს ვიჭერ. გოგა, არის თუ არა ეს თევზი, რომელიც დავიჭირე და შენ ვარ თქვა რომ ვერ დაიჭირეო. აი დავიჭირე გოგა. გადააგდე. შენ გადმოგიგდე რომ იქნებ შენ დაიჭირო ახლა. ან ჩუმად უთხრა. კვერცხი ნახე? ხო, ნახე.
აჰა. აბა არ მოდისო. აჰა, აბა არ მოდისო. დაიჭირე? აბა არ მოდისო. ვაჰ, კოჩა. კარგი ხარ. ეს ჩემი პირველი თევზი. მართლა, თეთრულა? ეგ ნამდვილად ხარ. აი. აბა ვერც ვნახე, ვერც დავინახე. აი. ხედავ და გადასარევად მისურავს. გოგა, როგორ ჩას მორჩა თევზაობა? რაო გოგა, დაიღალე? დავისიცხე. ესე იგი, იმდენი თევზი ყავს დაჭერილი? რა წაიღებს ახლა ამ თევზს? მე შემიძლია ვთქვა, რომ უამრავი დავიჭირე და გავუშვი. ხო, ჩემგან განსხვავებით. ხო. ყველაფერი შედარებითი ხო არის ამ ქვეყანაზე. მაინც კარგი იყო. სანახაობრივად გადასარევი იყო. ძალიან ბევრი კარგი ადამიანი გავიცანით. მე ჩემთვის რუსთავის პარკი აღმოვაჩინე გენესვალე. ასე რომ დღით ძალიან კმაყოფილი ვარ. მიხარია რომ მოგეწონა ჩემი ქალაქი. ეხლა კი წამოდი და ვნახოთ ვინ გაიმარჯვა და დაჯილდოება გადავიღოთ და ვანახოთ ჩვენს მაყურებელს გამარჯვებულს. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. მეგობრებო, დასრულდა დღევანდელი სამოყვარულო ტურნირი რუსთავის პარკი. ყველას დიდი მადლობა, რომ მოხვედით ესეთი შრომისთვის, თავსდაუზოგავი სპორტული აზარტისთვის და ესეთი კარგი დღე რომ გამოვიდა. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მთავარი თქვენი დამსახურებაა რა. გადავიდეთ დაჯილდოებაზე. Big Fish 29 სანტიმეტრიანი ქორჭილა ნიკოლოზ მალიჩავა. ესენ ლუკას ისაური. ხა. აი ესენ შენ, მოდი. გამომართვი. მეორე ადგილი ნიკოლოზ ბელქანია. ხო, სად უკეთესია ახლა. გილოცავ. პირველი ადგილი ლუკა ბურჯანაძე. გილოცავ. ჩვენ ამდენ ბიჭებში ორი გოგო გვყავდა მონაწილე. ყოველთვის რაღაც წინა აი ზღვის ტურნირზეც ვყავდა გოგო, რაღაც სხვა ტურნირებზეც ერთი, მაგრამ ორი არასდროს არ ვყოლია და ძალიან სასიამოვნოა ეგ. თქვენთვისაც არის ლიზი სანიკიძისთვის არის number 1 fishing-ისგან ეს პრიზი გილოცავ. და ანანო მორგოშია. სად არის ანანო? აი ჩვენ ესენი ძალებული. ჩემო გოგა, ჩვენს უკან ახლა მიმდინარეობს დაჯილდოება, ძალიან სასიამოვნო ნოტაზე თავდება ფაქტიურად ეს ყველაფერი. დღეს იყო ძალიან საინტერესო თევზჭერა, თუმცა უფრო უკეთესებიც მინა. მარლენისთვის იყო ძალიან საინტერესო. ხო, ბიჭო, ჩემი მხრიდან იცი რა ლამაზად ჩანდაშე რო იჭერდი? მე არ გამიმართლა დღეს რა თქმა უნდა ისე, როგორც გოგას, მაგრამ მე ვიცი რომ იქ მოხდა ძალიან საინტერესო რაღაცა. კი, ბიჭებმა კარგი ეგზემპლარები დაიჭირეს, რაც თავარია. ბევრი დაჯილდოება იყო, ანუ გარდა იმისა, რომ მე მგონი 3 ადგილი საფრიზო, კიდე რაღაც კი, რენდომულად აპირებენ კიდევ 8 ადამიანის დაჯილდოებას და გონი კიდევ უფრო მეტისაც. მოკლედ, ჩემო მეგობრებო, ვფიქრობ, რომ ღირს ამისათვის ჩვენი არხის გამოწერა, რომ მრავალფეროვნებას გთავაზობთ ხოლმე სისტემატიურად. სადილობთ ნამდვილად და რაც თავარია, გულით ვაკეთებთ მე და მალენი ამას. ამიტომ გვიყურეთ, გამოგვიწერეთ და ინადირეთ და ითევზავეთ ჩვენთან ერთად ბატონებო. ზურა, ფინალია უკვე ფაქტიურად დღევანდელი დღის მორჩეინლები ვართ და მე მაინც მინდა ვიკითხო, დამწყებები როგორ ახერხებენ თქვენთან ფედერაციაში მოხვედრას? სოციალურ ქსელებიდან. Facebook ჯგუფებში პოსტს ვდებთ, ჩვენ ფედერაციას გვაქვს Facebook ჯგუფი, გვერდი, ანონს ვაკეთებთ ტურნირების 1-2 კვირით ადრე და ვაზიარებთ. რამე საფასურის ხარჯზე ხდება საფასური, კი, საწევრო რეგისტრაცია 30 ლარია. ყოველთვიური არის? არა, ტურნირის მოსაკრებელი. ჩვენ როგორც ფედერაციას გარედან, გარდა სპონსორების
დაფინანსება გვაქვს სატყუარების აღჭურვილობა და ფინანსური მხარდაჭერა ჩვენ არ აქვს. ამიტომ ასეთი ტურნირების მოსაკრებელს ჩვენ ვაგროვებთ საწევროებს ფედერაციის წევრებს და მე ბოლოს წლის ბოლოს სოფლიო ჩემპიონატებში ამ თანხით ვაფინანსებთ. ბოლო შეკითხვით მოგაცნეთ, მე ვიცი რომ ფედერაცია კიდევ ერთ თევზაობას გეგმავს უახლოეს პერიოდში და ეგეც რა არის, რაღაც საფინალოა თუ რა? ჩვენ წლის განმავლობაში გვაქვს რეიტინგული ტურნირები და გვაქვს სამოყვარულო. სამოყვარულო არის აი ესეთი ტურნირი, როგორც დღეს ჩატარდა, მაგრამ რეიტინგული ტურნირები გულისხმობს მხოლოდ ფედერაციის წევრებს შორის რეიტინგის გამოვლენას. გვაქვს წელს ჰქონდა 5 ტურნირი, ამ 5 ტურნირიდან ფედერაციის წევრებს საუკეთესო, რომელიც ექნება 4 უნდა გქონდეთ საუკეთესო, დაჯამდება ფულები და ვავლენთ საქართველოს ჩემპიონებს. და ამ საქართველოს ჩემპიონებს პირველ 6 უშვებთ წელს სოფლიო ჩემპიონატზე. ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდი იმისათვის რომ დღეს შენ ვიცი რომ არ გეცალა და მაქსიმალურად ცდილობდი რომ ყურადღება მოგვექცია ჩვენთვის, რითიც ვისი ამოვნე კიდევაც და დაგემშვიდობები ამ პატივისცემის ნოტაზე შემოგევლე. კარგად იყავი. კარგად.